მოგესალმებით ხალხო, მოგესალმებით დაპირების სამებს. ჩვენი სტუმარი გახლავთ ნაცმოძრაობის პოლის საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ნიკა მელია და ნიკა გულწრფელად გეუბნებით მართა მახარებს რომ დღეს ჩემი სტუმარი ხარ და სხვა შორის ისტორიული ის არის ფაქტია და დამთხევა არ ვიცი. აი 10 წლის წინ ნიკა მელია იყო მთაწმინდის გამგებელი და ჩემი პროდიუსერის დაბადების დღე იქ პატარა სკვერი იყო სტელას ბაში პაჩატურში იჯდე თეიფობდნენ და აღნიშნავდით რა და შემოვიდა ნიკა იქ არ ვიცი რაღაცა გამწვანების პრობლემა იყო თუ რაღაცა და თავის თანამშრომლებთან ერთად რა ხდება აქაო კითხა იქ ერთად ჩვენთან და ესევე ეკა დადეშიძის დაბადების დღე არისო და 40 წელი შეუსრულდა მაშინ და ნიკა წავიდა და 10 წუთში მოვიდა დიდი თაიგული და რა ვიცი ახლა მე ადრე წავედი და ღამის 2 საათამდე იქ ისე დაუმეგობრდა ჩემს თანამშრომლებს და მე მართლა ის იყო მისტიკა იყო მე მეგონა რომ შეგუში მოხვიდოდი გუშინ იყო მისი დაბადების დღე და დღესაც გავიხარდა რომ სიტყვა შეასრულე და მოხვედი მე არ ვიცი ნიკა იცი ახლა შეიძლება დღეს ესე თქვა და რა ვიცი რაღაც საშინელი იმას იარლიკებს გაკერებენ თქვენა და რაღაც ნელძალა და გასანადგურებლებს და რაღაც იდიოტობებით გამყოფენ და შტორმის ორგანიზატორი და რაღაცა სულ მახსენდება ხოლმე ეს კრონშტადტის აჯანყებულები რო ჩაახშეს ბოლშევიკებმა რაღაცა დიდ გვირობად მიაჩნიათ რაც იმ ღამეს მოხდა და ამ დროს საშინელება მოხდა ნიკა 36 ჟურნალისტი დასახიჭრდა 10 ადამიანი თავდაკარგული იყო და თანაჩენები დაიჭირდა და ცემაცემი წაიყვანეს. ცუდი გასახსენებელია და რატოღაც ყველაფრის ესე თქვა შენზე აკიდება უნდა ამ დროს მეც იქ ვიყავი და ეს განცხადებას შენი და კიდე გრიგოლ ვაშაძესი რომ მოლაპარაკება იწყება და მივდივარ და თქვენი თანხმობა გვინდაო თან მე შენი სიტყვები კარგად მახსოვს ეზოში შესვლა ეზო არ ითვლება ესე თქვა პარლამენტი იურიდიულად ითვლება კარების გაღებიდან ყველა ფართობი უკვე ესა პარლამენტის შენობა და უსაფრთხო ბრალდებები იყო აი ამ ესე თქვა თავრობის დამტკიცება ნატაშფანდურის დროს ძალიან ცუდი და აი არაჯანსაღი ის წამოვიდა რა ნიაღვარი თქვენსკენა და მე მარტო ადამიანურად თვლი რომ უსამართლოდ გექცევიან და ამ უსამართლობას და არავინ არ იწონებს და თვითონაც ვერ ხვდებიან რომ სისულელეზე აკეთებენ და შენეული შეფასება აი რამდენი თვე გავიდა თითქმის 3 თვე გავიდა თუ მეტი და შენ აი თუ გახსოვს დეტალები და ესენი რა ხა იმას უსმენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყო მაშინ რომ შენობაში იმაში დარბაზში იჯნენო კამერები თავიანთი ტელევიზიები იყო და მე თვლი რომ სავსები ნორმალური რაღაცა იყო რომ დარბაზში იყავით არც ესაა კრიმინალი და არც ესაა შეთქმულების ერთ-ერთი სეგმენტი და მომენტი და მოდი რა აღარ მოგაბედოთ შენი აზრი მითხარი რა იყო ის და რატო ააგორეს ესე და შავ პიარს გიწყობენ რა მადლობა რესტორანთან კიდევ ერთხელ მიხარია რომ სიტყვა შეასრულე და მოხვედი ჩვენთან მოგესალმებით თქვენს დღეახ ეს არის იდიოტი ეს არის სამაჯური ამაზეც ვისაუბრებ პირველ რიგში სამძიმრით მინდა დავიწყო ნოდარ ხადურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნამდვილად მიუხედავად იმისა რომ ეს პერიოდი ვიყავით ჩვენ წავე ასე ვთქვათ ოპონენტები ერთმანეთის მიმართ ნუ ნამდვილად დაწყდა ყველა ქართოს დაწუნებული ვარ გული ახალგაზრდა კაცი 59 წლის ადამიანი გარდაიცვალა სიკვდილი არავისი არ უხარია არავის სიკვდილი არ უხარია და უსამძიმრე მის ოჯახის წევრებს ნამდვილად ხდები ამას ნიკა და პანაშიძეს უნდა მეხვიდე მე თუ ვაპირებ კიდევაც და ისწავლონ რა ერთმანეთის გახრეჩა ესე რომ იმის პანაშიძე და იმის ქორწილში არ წასვლა სისული ვარ ვწდები ვარკეთის ვაზისუბანშია სახლი შობლები ცხოვრობდნენ ერთხელ კარდაკარზე როდესაც კარდაკარ კამპანიას ვატარებდი რომელიღაცა წელი იყო თუ ავსებდი 2017-ის არა ხო სათითო კარებს ხო აკაკუნებ რა იკავდა გადასცემ ოჯახის პატრონს ჭრებს და მივადექი ხადურის კარებს ხო იქ არ უწოდე ხე თუ ცხოვრობდა და გდანში ცხოვრობდა მაგი ახლა ოჯახთან ერთად გდანი იყო აი არ მახსოვს კამპანია შევა ან ვაზისუბანი ან გდანი შევა გდანი თვითონ მე მითხრა რომ გდანში მაშინ გდანში მაშინ ვართო ოჯახშიო ნუ ფაქტია რომ მრავალსართულიან კორპუსში ცხოვრობს დია რაც მოხდა ეხა გადაღეჭილია მათ შორის თქვენ ეთერში 20 ივნის პირდაპირ გეტყვით რა რატო ქონდათ ეს საშინელი რეაქცია ქართულ ოცნებას 20 ივნის
ღამის 12 საათისთვის შეეშინდათ. მეც ვფიქრობ, შეეშინდათ, აუცახცახთ მუხლები, ხელები და იფიქრეს ესენი შემოვა, ეს ხალხი გამოვიდა მთელი საქართველო და გასაქცევად გვაქვს საქმე. ვინ აპირებდა რა შეცდოს ვაპირებ, ერთი მოთხოვნა ჰქონდა რომ გადამდგარიყო ირაკლი კობახიძე, რომელმაც არათუ არ გადავდგებიო. ბაქოდე შემოგვითვალა მე არაფერ შუაში არა ვარ და აი პროტოკოლის სამსახური ბრალელობა იკვეთებაო. და არასერიოზულია ეს. ამან ეხა დერთის ფუნქცია წარმოგიდგენთ, აფეთქდა რა იქ ემოციები და იქ თუ ვინმეს კიდევ ჯერა რომ იქ იყო რომელიმე ცალკე ორგანიზაციის პარტიული ორგანიზაციის აქტივები, მაგრამ ძალიან ცდებია. რომ ყოფილიყო რა ის ხალხი აქტივები ისგან შედიოდა. ისე საუბრობენ ხოლმე რომ აქტივია ორგანიზაცია, აქტივი რომ გამოვიდეს 100,000 აქტივისტი თუ ყავს და ის თუ გამოვა რა ყურადღება არ უნდა მიაქციო? ამიტომ გააკეთეს ის რის გაკეთებაც მათ რბილში და ძვალში აქვთ უბრალოდ ასეთი წინააღმდეგობა მათ არ შეხვედრია. არ შეხვედრია რა და არ გადაყლაპა ქართულმა ხალხმა იმ დღეს ეს ცინიზმი რომელიც გავრილოვის ხელით მოაწყვეს და მერე ზარზეემით გააცილეს და დღესაც რა ვიცი გუნდრუგს უკმევენ და მართლა იმის ალბათ ყვავილები და ღვინოც გაატანეს და ჭურჭხელებიც ისე გააცილეს ხო? გააცილეს ადამიანი ხო? იმის მაგივრატო არ ვიცი პასუხი მოეთხოვა და ღირსად მაინც ჩაითვალა ქართველი ერი გავრილოვს და ბოდიში მოიხადა ხო? ბოდიშის ნაცვლად და დღესაც თითებს და მუშტებს გვიქნებს ხო? მოლაპარაკებაზე რატო ეძახი, როდესაც შეპრემიერა და ბახტაძეზე მართლა სარკეშიც არ ირეკლება რა ბატონო დავით, შეურაცხყოფის გარეშე რა. არა, ბახტაძე რო არ იყო პრემიერ-მინისტრი, ამაზე კი საუბრობდით, მაგრამ ახლა ხო გამოჩნდა. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ნომინალურად ხო იყო და ამ ადამიანმა თქვა რომ არანაირი ის კი არა ვართო წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენ ესო ჩავიდინოთ და 5 წუთში საოცრება ის 36 ჟურნალისტი როგორ მოახერხეს და როგორ დაჭრეს წარმოუდგენელია. აი სავატყოფოში დაწყო 36. იზა მიმართულად ეხა 36 ვისაც დიქტოფონი ეჭირა, ვისაც მიკროფონი ეჭირა, ვისაც კამერა ეჭირა, მათ უმიზნებდნენ, ხო? გივი ფეიქრიშვილი 60 წლის ოპერატორი, რაც თავი მახსოვს, ეს კაცი ყველა მიტინგს ესეც. ხახნო. ნეკნებს შორის ის დათვის ტყვია დაეჭედა. მოდი თქვენი ეთერი და თქვენი გადაცემა განსაკუთრებით იმიტომ ხილავს რომ ადამიანურად იძლევა შესაძლებლობას ისაუბრო აი ისე როგორ თითქოს ვართ ახლა ვარ მეთქვი თქვენ სახში სტუმრად. ხახნო გახარია როგორც ასეთი არც გავახსოვდა. ნუ პრემიერ-მინისტრი გადადგეს ეს მოთხოვნა ხო საერთოდ არ იყო იმიტომ არც ერთ ეტაპზე მისი პოლიტიკური ცხოვრების არავის არ გახსენებია. რომ პარლამენტის თავმჯდომარეზე იყო აქცენტი. არც გიორგი გახარია გახსენებია არავის. ერთი კონკრეტული მოთხოვნა ჰქონდა ხალხს რომ გადადგეს ირაკლი კობახიძე. და თითებს გვიქნებდნენ და იმან საერთოდ დააგვირგვინა ხო იქ ბაქოდა და ამან გამოიწვია ეს ხარისხოვანი რეაქცია. და ამის შემდეგ, როდესაც შენ გეუბნებია რომ მოდი შენეჭირიმე მოლაპარაკებაზე დავსვდეთ მაგიდასთან, ხო და ის კადრები ხომ ნახეთ, ეხა ნაწილი არ იყო თანახმა ხალხის აი წარმოდგენილი. უშტენდა კიდე. გახარიამაც კი დაადასტურა ეხლა რომ კი ბატონო იყო და ვაპირებდი და საქმის ყურში ვიყავია, მაგრამ არ ვიცი მიიღეს ის გადაწყვეტილება რომელიც მიიღეს. საერთოდ არანაირი ნიშანწყალი აღარ იყო დაძაბულობისა და ატეხეს სროლა, მაგრამ რა სროლა, ხო? ეხა ამას ვინ შეარჩენს ბატონო დავით? ხშირად ეხა 26 მაისს საუბრობენ და გასაგებ რომელ ნორმალურ საქართველოს მოქალაქეს ესიამონა ის რაც მოხდა 26 მაისს. მაგრამ განსხვავება იცით რა იყო თუ განსხვავებაზე ვსაუბრობთ 26 მაისს გადამეტებითი ძალა იყო რა თქმა უნდა გადამეტებული გამოყენებული მაგრამ რის შემდეგ მოხდა და უკონტროლო გახდა ასე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არა რა თქმა უნდა არა რას ვამბობ როდესაც გავცელდა მე ვიცი არ ვამბობ როდესაც გავცალდე პოლიცielis სიკვდილი ეს იყო მერე არა შემდეგ იყო როდესაც გავცელდა ამ ადამიანის სიკვდილი არა თავისუფლების მოედანზე მოხდა ეს ბატონო დავით ხო გასაგებია იყო გადამეტებული იყო ძალა არც ერთი ადამიანი ამას არ უარყოფს მიუხედავად იმ პროვოკაციისა რომელსაც ადგილ რაზე მაგრამ აქ რა მოხდა სპონტანურად გამოვიდა ხალხი იქაც კი მივიდა ხო ის ბაჩოდოლიძე მერის პრესამსახურის წარმომადგენელი და გადასცადა და აქ ეს პროცედურებიც კი არ დაიცვას ამის თქმა მინდა გესმით თქვენ სხვა შედარებებზე აღაწავა. მოდი, ნუ ვიკამათო. და ზდიეს გმირთა მოედნამდე ხალხი, იმიტომ რომ შეშინებულები იყვნენ, გადაღლილები იყვნენ. ეს ხელისუფლების წარმომადგენლები და რას აკეთებდნენ ის აღარ შეეშინდა რა ბიძინა ივანიშვილის მარტივად. ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ რას მოყვა ესე ვთქვათ რა ხალხო, რისთვის უცხოვრია თაობებს ამ ქვეყანაში? მარტო იმიტომ კი არა რომ დილით ჩაიდალიო და კარაქიანი პური ჭამოდა, ხაჭაპური დააყოლო და საღამოს იგივე გაიმეორო, დაიძინო, გაიღვიძო, ხო? რომ მოკვდე ხა ვერ
ვცხოვრობთ ჩვენ ვერც 100 წელი და ვერც 80 წელი რომ ვიცხოვროთ, მადლობა უნდა ვთქვათ, ხო? და გვინდა რომ ის ესტაფეტა რომელიც ღირსეულად ამ ისტორიაში ჩვენამდე მოვიდა, ასევე ღირსეულად გადავწეთ მომდევნო თაობას და კვლავ ფრიალებდეს საქართველოს დროში ამ ქვეყანაში და კვლავ იწოდებოდეს მართლმადიდებლად სუვერენულ სახელმწიფოდ და ეს ყველაფერი ითელებოდა ფეხქვეშ იმ დღეს და ხალხმა ეს დაინახა. აბა ერთ საათაღმე საიდან გამიშვა ეს ხალხი? ძალიან ბევრი ხალხი. მაგრამ არა მარტო ამიტომ, ეს იყო ბევრისთვის კულმინაცია ბატონო დავით. კულმინაცია იყო ყველა ბრაზი რომელიც 7 წლის განმავლობაში დაუბრუნდა და გამოიყვანა ამასთან ერთად, ხო? ანუ კატალიზატორი აღმოჩნდა გავრილოვი, რომელმაც რუსულ ენაზე წაიყვანა. ანუ ეს გადაღეჭილია აჯერ არის ამ გადაცემაში მოყვანილი, მაგრამ ახლა რა საკითხებს ქართული ოცნება? შენახეთ გაბრალებით თქვენ. ხო, მაგრამ ეს ხო ამან ხო უკვე მოსატყუებელი კვირი მოიცვალა, ხო? აი ამ რაღაცა დამაჯერებლობა აღარავის აღარ ჯერა, ხო, ამის იმიტომ ასე არ არის. ასე არ არის. როცა ვიტპიტაფერ გეუბნებით რა, ეხა როცა გამოდიოდა თავს იმართლებდნენ 26 მაისზე მიუხედავად იმისა, ხო, არავის აღარ ჯეროდა, ვინც ამართლებდა, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა ჩემი ღვაწლით კითხვისეში იდგა. ესეც აღარ აინტერესებდა, იმიტომ რომ გადამეტებული ძალა ძირწაკცეული ადამიანი და ნაცემი რომ დაინახა ქართულმა კაცმა, მორჩა გათავდა, სოლიდარული გახდა მის მიმართ. და დღეს რა მოხდა რა, 20 ივნის სხვა რამე მოხდა და ეხლა ვისაბრალებენ იმ ხალხს, ვისაც გახარია არ მოწონს, იმ ხალხს, ვისაც ივანიშვილი არ მოწონს. რატო? იმიტომ რომ უბრალოდ არ მოწონს და აბრალებენ, თორე სინამდვილეში ნახევარზე მეტო ქართულ ოცნებაში ძალიან კარგად იცის, რომ საოცრად არასწორ მხარეს დგანან. მაგრამ უღირს მარიონეტობა ეხა ვიღაცას, იმიტომ რომ დიდუბეში კორპუსს აშენებს. უღირს მარიონეტობა, იმიტომ რომ მდგომარეობას იპოვებს ქართული ოცნების ხოლგის ქვეშ მყოფი და ბოლო-ბოლო თუ კორპუსს არ ააშენებიოს ბიძინა ივანიშვილი, ხო, საკუთარ სიდედრის დაკას მოაწყოს ბუღალტრად წყლის მომარაგებელ კომპანიაში მაგალითად ეს მაინც ერთხელ და ასე შემდეგ გამიგეთ. ამიტომ უღირს ჩიტი ვთქნათ. მე მართლა გეუბნებით, ეხა გულზებ ჯიხის ცემას არ ვაპირებ, რომ ეხა ყველა პატრიოტი და ყველა ეროვნული ასე სულისკვეთებით გაშღენთილი ადამიანი მაინდა-მაინც ნაციონალურ მოძრაობაში ასე შეიძლება, მაგრამ დიახაც ვარ შეუპოვრები ხალხო და არ ვაპირებ უკან დახევას სხვა პროდასალურ პარტიებთან ერთად და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად და არა მხოლოდ. მიკა, რა ინტერესია? ეს ოიცახია ნაციონალურ მოძრაობა, მე მინდა გავცე პასუხი, აი იმ ნაციონალურ მოძრაობას თავისი სტანდარტი, თავისი ჭკვით, ვისაც აგინებენ, მათთან არიან, გესმით? ერთი კანტორაა. მე რომ ასამართლებდნენ ეხლა ვითომ დეპუტატები და სინამდვილეში პროკურორები 11 ქართული ოცნების რიგებში 11 ყოფილი 9 წელიანი ნაციონალურ მოძრაობის დეპუტატები იყვნენ მაშინ და მე ეხლა მაპატიეთ ეხლა 2014 წელს მოვიდა თუ სიმართლე იყოს, ხო? და კახაკალაძე რომელიც დედაქალაქის მერია გამოდის და რაღაცა დაზეპირებული დაზუთხული იმით რა ქვია წინადადებებით თავს იწონებს 2007 წლის 7 ნოემბერს რომ დაირბა ხო აქცია? ხო გახსოვთ გამოვიდა და ოპოზიციური პარტიების ლიდერები გავაწყდა, რომ ისინი იყენებენ მოსახლეობის ასე ვთქვათ გულწრფელ ემოციებს. მაშინ იმიტომ რომ არსენალის მთაზე უღირდა რაღაცას ავაშენებოდა, მიშას დაძდებდა 24 საათი კუჩი. კაცო და კამპანიაში იღებდა მონაწილეობას. რაღაცა ნამუსი ხო და არც მერიდება და ჩემმა მეგობრებმა ძალიან კარგად იციან 2008 წელს საერთოდ საპრეზიდენტო არჩევნებში მე ნაციონალურ მოძრაობაში ხო არ მიმიცია ხახნო. იმიტომ რომ მაშინ ასე თვლიდი საჭიროდ და ქონდა შიდა პიროვნული პროტესტი, ქონდა უსამართლობის განცდა აი ამ ყველაფრის შემდეგ ემოციური რაც მოხდა ხო 20 წელს ხო? და ეს კალაძე რა დავანებო ხო? არა, რა მინდა იცინი გაკითხო. გულწრფელად გეკითხები რა. მართამდე ისტორიული ფაქტი იყო შე რომ მიხვედი ამ იდიოტური ბორგილებით. სად? ზადაიმ იმაზე პრეზიდენტი თუ პრემიერის დამტკიცების წინ. ეს სიტყვით რომ გამოხვედი პარლამენტში. ძალიან მაინტერესებს რა განწყობა ქონდა ამ 98 სიმართლე არ ვაპირებ ნიშნის მოგებას. არა, მაინტერესებს ეს არა. მართლა გულახდილად გავაკეთე კომენტარი მაშინ, როდესაც მე ერთჯერადად იმუნიტეტი მომიხსნა. სხვადასხვა მე იმუნიტეტი მომიხსნა ერთჯერადად მაშინ და ყოველ შემდეგ დაპატიმრების ჩემი ცდელობისას მათ კვლავ უნდა მიმართონ, ანუ პროკურატურა კვლავ უნდა მიმართოს თავიანთ კოლეგებს პარლამენტში. იმ დანარჩენ პროკურორებს და იმათმა კვლავ უნდა მომიხსნა მე იმუნიტეტი. ესეა პროცედურა. ერთჯერადად მომიხსნა ის ეგრეთ წოდებული სადეპუტატო იმუნიტეტი. თავი დავანებოთ მათ საგარეო პოლიტიკურ ასე ვთქვათ გემოვნებას, შიდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
აი ხო უყურებთ ხო მომიწია იქ ხო დაღლილები არიან გესმით თქვენ აი უენერგიო უემოციო არაფრის და ეთყობა რომ არ აინტერესებს აი აპატია შეურაცხყოფის გარდა არ აინტერესებს ლევან კობიაშვილს პირობითად ეხა პარლამენტში არ აინტერესებს ამ ქვეყნის არ აინტერესებს არც იცის გამიგეთ ფეხბურთი კი ბატონო აინტერესებს ეხა როგორ ვიტყვი ფეხბურთი არ აინტერესებს კაცო იგი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია სად გამახსენდეს კობიაშვილი ამონები და არის პარლამენტში 150 კაციდან კარლო კოპალიანი ყავთ ეხა რომლის ერთადერთი ფუნქცია და წინა რიგში ქუთაისში რომ ვიყავით ჩვენ უკანა რიგში იყო ეს ახალი თაობის ქართული ოცნების წევრები დინარაძეები და ვიღაცები ამ ძველმა გვარდიამ ხო გადააგდო უკან ეს ბატონი კოპალიანი ზის პირველ რიგში პირველ ადგილზე ერთადერთი ფუნქცია აქვს რომ რომელი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ან მიკროფონთან ან ტრიბუნაზე დგას რომ ხელები აბრახუნოს და რაღაცა ცხაწელი ეძახოს მეტი ფუნქცია მას არ აქვს აი ქართული ოცნების რიგებშიც კი ვერ იკადრებენ იმას ასაც ბატონი კადრულობს აგეთქვენ და აგერმე ამ ნიშის დამკავებელი მარტო ეს არის და კიდე ჩასვამენ რომ ეს ამ ეტიუდის დამდგმელი ყავდეთ ქართულ ოცნებაში მაინც მაინტერესებს აი ხილების ის ქონდა რა ფაზა პერიოდი იქ რომ გამოხვედი მაგ ეხლა ბევრი ისტორიული მაგალითი შეიძლება მოვიყვანო აი ვითხარი თუ გაქვს უკბარობის გაზრდა რომ არა რა თქმა უნდა 10 წუთი არ არის საკმარისი ილაპარაკო ის რისით ხმაც გინდა ამ მრავალწლიანი პოლიტიკური ბრძოლის შემდეგ ქართულ ოცნებასთან ხო და მე მჯერა ქართული უკეთესი სახელმწიფოს საკეთილდღეოდ ბრძოლის შემდეგ რა თქმა უნდა ეხლა რა გადაჭარბების გარეშე გეუბნები მჯერა ასე და თუ მინდა მომკალით რა თქმა უნდა ეხლა ვინც დამიჯერებს ვინც არ დამიჯერებს კი იქნება იქ ბიზინა ივანიშვილის გვერდით და სწორედ ქართული ოცნება არამხოლოდ მართლა უბრალოდ ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოებრივ საფუძვლებს და ახსნით თუ გაინტერესებთ რატო უბრალოდ აი ცდილობს მოკლას ქართული თავარი პოლიტიკური აზრი აი ქართული თავარი პოლიტიკური აზრი მოკლას ეხლა დღეს გონია თქვენ შემთხვევით მოხდა რომ იმაში რა ქვია იქ სადაც საერთაშორისო კონფერენცია იმართებოდა მივიდნენ ის ვინც მივიდნენ თქვენ სასაცილო იყო თქვენ გონია და რა პოზა უჭირათ რომ ვითომ ქართული ოცნება არ არის და მე გამოვლენ ეს ვოსკები და ესე და აკეთებენ როგორც ექსპერტები შეფასებას და ხან დაგბობენ ხან შეაკებენ ასე სინამდვილეში უთხრეს მიდით მივიდნენ თქვენ რა გონიათ ბატონო დავით ეხლა გულახთ არც ამ დონ ასე ვთქვათ მცირე დონის წარმოდგენა მაქვს ივანიშვილზე მე ან ყოველ შემთხვევაში შავდათეც არჩევს სალომე ზურაბიშვილი როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი რომ არ ვარგოდა და რო ქონდა ძალიან ცოტა შანსი გამარჯვების ბიზინა ივანიშვილმა არ იცოდა ხახნო ქართულ ოცნებაშიც კი უმრავლესობა არ ეთანხმებოდა მაგრამ არ არის ეს მარტო ბიზინა ივანიშვილის კანდიდატურა ხახნო დავიჯეროთ რა არის რუსეთის ფედერაციის ხელდასმით ეხლა რა გონია თქვენ გახარია და იქიდან დაიწყო ეს პრობლემები რაც დაიწყო ეგონა უბრალოდ შედარებით დადულად გავიყვანო გახარია რა არის ის რომ არის დისკრედიტირებული გაბანკროტებული გამარგინალებული სადაც არ უნდა წავიდეს ყველგან წარმოაძახებენ იქნება ეს საერთაშორისო ვიზიტი თუ ადგილობრივ დონეზე რამე შეხვედრა მაგრამ ის გეგმა რომელიც იდო რუსეთის FSB-სთან ერთად ხო შეთანხმებული ბიზინა ივანიშვილთან ხო ის არ გადაიხედა და ძალაში დატოვეს თორე ადამიანს ეხა ეტყობოდა ეხა გახარიას რომ არ არის მზად არათუ მუშაობისთვის ელემენტარულად შეშინებულია და თქვილად ის აი ვალერი ხაბურძანიაც კი არ არის თქვილად ვაბრალეთ ჩვენ ჩემო ბატონო გახარიას რაღაცა ისა პუტინის კაცად და რაღაცა არა მართლა ურთიერთობა ქონდა ვალერი ხაბურძანიას პუტინთან და თქო მიხეილ სააკაშვილს როცა ვარდების რევოლუცია მოხდა რომ იქნებ დატოვებულ გახსოვთ ხო თანამდებობაზე ვალერი ხაბურძანია ქონდა ურთიერთობა იცნობდა ეს ბატონი არაფერი არ არის რა გითხრათ აი უბრალოდ არის რაღაცა უფრო მოდერნიზებული ბახტაძე მამუკა რას მელაპარაკი რომელმაც ვერც ერთ ვერ გონიათ ეხა თეატრულუკიანი ეხა რა არის საკავ თეატრულუკიანი ექვემდებარება ეხა იმას გახარიას ან საგარეო მიმართულებით რაიმე ეკითხება ან ღარიბაშვილი ეხა დაურეკავს იმას რა ქვია ხო უჯარო გენერალია უჯარო არაფერი ბიზინა ივანიშვილმა დაუძახა და უთხრა რა სისხლში გაქვს ხელები გასვლილი იცი ხო იცი რომ ნახევარზე მეტი მოსახლეობის ნაწილი გაგინებს თათხავს
და ისტორიას დარჩები ისეთი როგორიც ახლა ჩანხარ. ამიტომ შენი ერთადერთი შანსი არის რომ პირიქით ეხლა მოდი დაგნიშნო პრემიერ-მინისტრად და მოახდინე რეაბილიტაცია და ამ სხვა და არ დარჩა როგორც ჩანს. ჩვენ იქა რეკლამის შემდგომ ვისაუბროთ, მან ძალიან ჩახართული რა თქოს ასეთი ფეხში დაჭრილი ადამიანი რომელიც ვერ გაიქცევა ვერასოდეს. მე ვფიქრობ, მაგრამ რა თქმა უნდა, არ ვიცი, ძალიან ბევრი ხები მაქვს, ნიკაი მე. აფიცებთ ყველაფერს. თქვენ როგორ გონე იქ უთხარ მე. სერგო ორჯონიკიძე, ეს ადამიანი ხო? აი, იმ თანამედროვეობაში, როდესაც ყველას ჭამდა, ჭაცას ჭამდა, ლობიოსაც ჭამდა, ცოცხალი ყოც, ვაკაცის ყავდა, ოპონენტის ყავდა, ნათესავის ყავდა. აი, დგებოდა თაით სუფრაზე და ამე მე მოვალატე სერგო ორჯონიკიძე. საუბრობდა ასე? არ საუბრობდა პირიქით. ცხაკაია საუბრობდა იგივე ეს. ან ეხა ბატონი ჩახალიანი, ეხა რო იქ სამცხე-ჯავახეთში რას ამბობ? ჩახალიანი რას ეუბნება რომ მე ვარ მოღალატე? არა ბატონო, ის ამბობს პატრიოტია პირიქით. ხალხებს შორის ყველაფერს აკეთებს, რომ აღდგეს მტკიცე ურთიერთობა ასე შემდეგ. იგივეს არ აკეთებს, მაგრამ ისტორია რო გადის, ხო ცნობები ისტორიული რჩება და მე ისტორია ნათლავს ამა თუ იმ ადამიანს იმად რადაც არიან. რა მოხდება? ყოველ შემთხვევაში მე მაინც არ ვფიქრობ, რომ შენ სათქმელი ბევრი ქონდა და ალბათ ვერ ჩაეტეებ რა შეზღუდულ დროში. ეკონომიკური რეფორმები, სოციალური სიდუხჭირე სხვადასხვა ასე ვთქვათ რეფორმები რომელიც გასატარებელია სხვადასხვა სფეროებში არის უმნიშვნელოვანესი რადგან ძალიან მალე ჩვენ გვიქნება კონკრეტული პრეზენტაცია და ვიწყებთ აქტიურ მუშაობას მოსახლეობასთან იმიტომ ჩვენ მოსახლეობას ვეუბნებით კი ბატონო ჩვენი თავარი მოწინააღმდეგე ყველას ერთად არის ეხა ბიზნეს ივანიშვილის ხელისუფლება მაგრამ მისი დამარცხება არ არის უზენაესი ამოცანა ჩვენი ამოცანა არის რომ დავამარცხოთ ეს ბატონი და ამის შემდეგ დავიწყოთ სწრაფი რეფორმების გატარება. მაგრამ თავარი მაგისტრალი არის დიახაც ამ სახელმწიფოს საგარეო კურსი. მე მგონია რომ უკვე არის მყარად ჩამოყალიბებული რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში და ვერ ახსნით ბატონო დავით რა რაც უნდა რომ 7 წლის განმავლობაში ერთი კონდაზვერებითმა სამსახურება ერთი ჯაშუში რო ვერ გამოავლინეს როგორ გავთ მინისტრებად ყავთ ხახნო თვალად გახარია დანიშნეს ის 30 ენაზე მაუწყებლობს და ინტერნეტ გამოცემა ბეჭდავს სტატიებს Deutsche Welle-მა გერმანული გამოცემა 30 ენაზე გუშინწი დაიბეჭდა რომ გახარი არის მოსკოვის კაცი. ეს ის არ გეგონოთ რაღაცა არგუმენტი ფაქტი, რაც გაზეთი. გამიგეთ? ეს შემთხვევით არ ხდება, ამას ყველა ხედავს და დიდი სამსახური გაგვიწია დღეს ბიძინა ივანიშვილმა რაღა დაგიმალოთ. იმით რაც გააკეთა სასტუმრო რომში საერთაშორისო კონფერენციის მიმდინარეობისას, იმიტომ რომ რასაც ეგრეთ წოდებული სპიკერები, ანუ პანელზე წარმოდგენილი ქართული მხარის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიიდან, დასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობდნენ. ყველაფერი უბრალოდ ცოცხლად ნახეს. გამიგეთ? აი თითქოს სცენარი დაიწერა და ეხა რომ მოვახდინოთ ნახელი ილუსტრაცია იმისა რაც ჩვენ ვისაუბრეთ ერთი წუთი დაბრძანდი და ეხა შემოვა ეს ადამიანი და ითამაშებს რაღაცა მცირე როლს აი ეს შეასრულეს სად გინახიათ აგეს კაცო სად გინახიათ ეს შტურმით აღება არის ხო ამ ლოგიკით თეორიულად არა იდეაში შეგილი ხო პირობითად სირცხვილია ხახდო ვის გაუგონია რომ შევარდე დაარბიო ჩაშალო ის საერთაშორისო კონფერენცია რომელიც უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს და ნიკა გამიშვი ხარ რეკლამაზე მე მაინც მართა მინდა იცი რა არის შენ მეგონი ისა გაქვს რა აუცილებლად რაღაცა ინფორმაცია უნდა გადასცე აუდიტორებში კონკრეტულ ფაქტს გიგიცხები რომელი რა ვერ აი რომ მიხვედი იქ ყრილობა იყო ო აი ეს არის თავარი აი თვალებში რო უყურებდი იგივე ორი ადამიანი ორი ქართული ოცნები ორი რეკლამის შემდგომ გავაანალიზოთ უსმენდი მაგაც წინა გამოსწრებს სანამ შენ მიხვიდოდი სახლიდან რომ მოდიოდი usmendi ლაწეს usmini ფრაქციაში სამთავრობაში შევიდა კი ნაცი ხო ვერე გულის ამბავი აი მე მაგალითად ახლა მე არ ვიყავი თბილისში ბათუმში ვიღავ და აი დავიტანჯე იცი სადღაც იცი აი მე-20 ყრილობასა და 21 ყრილობას შორის ჩარჩენილი ისინი რო იყვნენ რა მახროვი კომუნისტები იმათი ის ბჟუტური მეგონა რა ძალიან გავდნენ ერთმანეთს აი ტოტალიტარული ავტორიტარული ტიპები ყველა ერთნაირები არის აი ესა თქვათ ბატონი აი გავანალიზოთ რა გავიდეთ ახლა რეკლამაზე რეკლამა მომადგა და სხვა შეს არის ბათუმში ვითხრეს რომ ყარიათის თავზე ვორსკი აშენებს უზარმაზარ სასტუმროს სადი შოვა რა იშოვა ეგეთი აზიანა ვარ რეკლამა ხალხო დაგველოდეთ ეხლავე დაგებრუნდებით
მაშასე ხალხო ნიკამელია გახდა ჩვენი სტუმარი ეს სენსაციური და მე თუ გითხრათ აღმაშფოთებელი ბრალდება წაუყენა საბჭოთა პროკურატურამ ამ უბედურ პარლამენტს რომ თქვენი ერთ-ერთი წევრი არ იმსახურებს თქვენგან მინიჭებულ იმას იმუნიტეტს და მოუხსენით და ცხვრის ფარასავით დაადგნენ ნომრების მიხედვით ყველა მოყარა კენჭი და სხვა ჩვენს მე ხა რაც მახსოვს თავად აი ამ პროკურატურის ის ნუსხაში მაგალითები რომ მოყავდა ძირეულად სხვა საქმეებს ეხებოდა აი ეს იმუნიტეტის მოხსენა მოითხოვა რა პროკურატურამ აი ქაღალდის ნაგლეჯში დიდი ტყუილი ჩადო და შესწენა პარლამენტს და პარლამენტმაც აი არ ვიცი ესეთი სიმჩატე რატო ჩაიდინეს თავად პარლამენტარიზმის სირცხვილი იყო რაც გააკეთეს მაშინ ნიკას მოუხსნეს ამან და ეს რა ქვია იმუნიტეტი და ცუდი არის ეს თან მე ხა დეტალებში ნამდვილად ვერ ვერკვევი მაგრამ ერთჯერადი ყოფილა და ეხლა აი მე წამაკითხა ნიკამ ის რა ქვია მიუღია პროკურატურისაგან რომ ისაო გეგრძალებათ თუ რაღაც არ უნდა გახდეთ სახლიდანაო. მოგეთ ერთი სიტყვით. არასწორია ეს მიდგომა. სანამ ეს გადაწყვეტილება გამოვიდოდა, რომელიც გამოვიდა 27 ივნისს, რის დამიწესეს მე შეზღუდვები, მათ თამაშის წესებს დავყევი. ანუ მითხრეს რომ მოიტანე და ჩააბარე პასპორტი და პირადობის მოწმობა რომ ქვეყნიდან არ გახვედი, მოუტანე აქვე ორთაჭალაში დღეს მოგედაბერ ხარ ჩააბარე. მითხრეს რომ გირაო არის შესატანი ამდენი და ამდენი თანხის ოდენობით, შევიტანე ანუ ამქოთ სახელმწიფოების ღონისძიება, ხო, ერთ-ერთ რომ შეიპარდეს. ამის შემდეგ მითხრეს რომ გადაწყვეტილებაში ჩაწერეს. სახიდან სანამ გახვალ, ანუ გადაადგილების შესახებ უნდა ეცნობოს პროკურატურას, ხო, კი ბატონო. მაგრამ სანამ მე ორთვის ახლის გამობოს სახში ვიყავ, არც ერთი საპარლამენტო ხდომა არ ჩატარებულა. ხო. და ველოდებოდი ხდომა საპარლამენტოს რის შემდეგაც მე აუცილებლად ვაპირებდი მისვლას და არ ხონდა დამალული გაცხადებული მქონდა. ჩაინიშნა ეს ხდომა ბატონო. ხო, პლუს სამონჯური გაიკეთეო, გავიკეთე. ისი მე შენ ადგილას არ დავთანხმდებოდი მაგას. კი ბატონო. მომამაგრეთ, კაცი ქვევით იდგეს ხო, მაგრამ არ გავეთე. ეს შევრაცხყოფელია. კი ბატონო, ხო, მაგრამ ჩემი აზრით გეტყვით ეხლა განგებ არ მივეცი შესაძლებლობა ამ ქართული ოცნების შანტაჟს რომ ეთქვათ რომ აი პატივი არცა თუნდაც მათ სასამართლოს განგებ გულახდილად გეუბნებით მაგრამ ახლა რა ხდება ესე იგი წერილობით აცნობა ჩემმა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა პროკურატურას რომ დაიწყო საშემოდგომო სესია საპარლამენტო ცხოვრება და დეპუტატი მელია ყოველ დღე 10-ის ნახევრიდან გვიან საღამომდე იქნება პარლამენტში ან ივლისს რომ ყოველ დღე არ შეგატყობინოთ ერთ საერთო წერილი გაკეთდა. მატერიალური სახითაც გააგზავნეს, ანუ ფურცელზე დაწერა, შეიტანა კანცელარიაში ჩააბარა. ასევე შეატყობინა მოკლედ ტექსტური შეატყობინეთ. კი ბატონო. კი ბატონო, გასაგებია. ნუ ეხლა ვერ თქვეს უარი გასაგებია, ვერ ახსენე. აუხსნელი, იმიტომ რომ თქვენ შეხო დეპუტატის უფლებამოსილება არ შეგიჩერეს, იმუნიტეტი ვერ შეაჩერეს გეტყვი მაგაზეს. ხო, მივედი. ჩვენ ბატონი რომან გოცირიძე, მე სალომე, სამონდაშვილი თიკა, ვინც ვართ იქ მამუკა ჩიკოვანი, მოგე დეპუტატები აზერ სულეიმანოვი შევედით მოგვიანებით დარბაზში სტომატა. აი სტომატა დარბაზში შევედი სანამ ჩემი სიტყვით გამოსვლისთვის განკუთვნილი დრო ჩაერთებოდა და დაახლოებით 10 წუთით ადრე მეუღლე წერს მესიჯს და მეუბნება რომ სახშიო მოვიდნენო, ოქს ადგენენო და ოქზე ხელის მოწერას მომთხოვენო და ამბობენ რომ მელია ნიკას არ ქონდა სახიდან გასვლის უფლება და სად არისო და ამ დროს ვარ ტელევიზორში რომელიც ჩართული იყო ხო უცნაურობა ეხა უცნაურობა კი არ არის ვიღაცამ დაუბრახუნდა მაგიდაზე ხელი იმიტომ რომ სანაპრობაციის სააგენტოს თანამშრომლები მოვიდოდნენ ჩემთან სახში და არ იცოდნენ რომ სად ვიყავი მანამდე პროკურორს არ დაურეკავდნენ ის ხელმძღვანელი პირები ამ სააგენტოსი იმათი თანხმობით ვიყავი ხოლმე პარლამენტში მაგრამ ეთყობა ვიღაცა დააბრახუნა ეს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შედის ეს პრობაციის სააგენტო პროკურატურა რას გაიგებ ხო ამიტომ და ეხლა დღეს მითხეს რომ აკუბარდიასთან არ წახვიდეო მეგონა მაგ ვერთხელ იმიტომ რომ აკუბარდია არასწორ ხარეს დგას ისტორიისო თვითონ ხარეს დგანა რო ხარეს ბაქოსკენ არიანტო იმისკენ ვერტმაიცი არა გუახტად გეუბნებით ეს ხო ხუმრობი ხა მაგრამ ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა მიმართა ასევე დღეს საქმის ჩააყენა რომ საღამოს 8-ის ნახევარზე ტელეკომპანია კავკასიის ეთერში გადის გადაცემა ბარიერი ხო ის ბარიერი იქეთკენ არის ბატონო რატო აკუბარდეს გადაცემა სპექტრი დიახაც
კატეგორიულად მოიწერეს რომ არ წახვიდეო. და აი აქ უკვე მართლა აღარ ვაპირებ დამორჩილებას ამის დამიდოდა. ეს თქვენი არ მოსაწონი სამაჯურიც ავიტანე, ის გიერაუც ავიტანე, ის 92 ადამიანი თუ 13 რომელიც მე 13 გახდა ჯერ 12 იყო მე ოდიშარიამ შეავსო და 13 გახდნენ, ხო? ხო, ისეც ავიტანე, მტკიცებულების გარეშე კოლეგას რო ასამართლებდნენ. მტკიცებულება ხომ და არსებობს, გასაგებია. ნიკა რა არის ეს ბაჭოს გასარკვევი. აი ეს უკვე არის. გასარკვევინე კაცო ხო არ მოვკეთე. ძალიან შენ უნდა დისკუსია შესულიყავი ამ საბჭოთა პროკურორებთან. გაგერკვია იცი რა უნდა. იურიდიულად ახლა მაპატია კოლეგებთან? არა, პროკურატურასთან. ვინც არ არის ეცა. ვინ არის პროკურორი? ბოდიში ერთი წუთით ვიცით რომ. ვიცი ვინც. ვინ არის? ვინ? არა, იურიდიულად იცი გამართული. ბიზინა ამ კაცის პირადი იურისტია. ნიკა შენ ხარ პოლიტიკური ვისთან შევიდე, ვისთან ბატონო შენ კი არ უნდა შევიდე, აი კონდახიშვილს. კი ბატონო, მუშაობს 24 საათი. არა, მათქვევინე, ნუ მე მაყურებასაც მინდა გავაგებინო. რადგან შენ ხარ პარლამენტარი, თან ხარ ამ შენი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. პოლიტიკური თანამდებობა გაქვს როგორც პარლამენტარს, ასევე პარტიის ერთ-ერთი წამყვანი ლიდერი ხარ. ნებისმიერი პარლამენტარი თავის უფლებამოსილებებს უნდა ასრულებდეს. შენ კომიტეტის ხდომებსაც უნდა ესწრებოდე. გევალება ეს როგორც პარლამენტარი. პარლამენტარის უფლებამოსილება, სათქორცელება, მარტო პარლამენტში ხორცელდება. ხო და მაგას გეუბნები. ბატონ დათო აი მაგის თმამინა ამომრჩევლებთან შეხვედრა პარტიულ საქმიანობაში სრულყოფილი და სავალდებულო დასწრებით ნებისმიერი ხდომის დროს აი შენს იმას ადვოკატს უნდა მიეწოდებინა ამ საბჭოთა პროკურატურისთვის რომ ამ კვირას არის გათვალისწინებული 4 ან 6 შეხვედრა ამ საათთან ამ საათთან ამიტომ დილის 9-ზე მაგრამ რა შეიძლება პარლამენტს მიღმა ამორჩევდა შეხვედრის უფლება ხო თავარი რა ჩამიწერეს გადაწყვეტილებას დამოვიწყდა ჩაწერეს ერთ-ერთ თავარ პუნქტად რომ სიტყვით გამოსვლის უფლება არ მაქვს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ანუ მიტინგზე. იზღუდავენ უფლებებს, ეს დეპუტატის უფლების შეზღუდვა უკანონობაა. რასაც უნდა იმას წერება. ისე წერენ და იკითხონ, კაცო. უნდა მოითხოვო, აი ეს ამადა კონსტიტუციის ამ ნორმას ეწინააღმდეგება. მოთხოვნილია, ბატონო და დღესაც ეს გაუგზავნა და ჩვენ მიღებული გადაწყვეტილებაო, თანხმობა არ აქვს, გადაეცი თქვენ დაცვის ქვეშ მყოფ დასაბუთება უნდა მოგეთხოვათ. აი დასაბუთება არ არის რასაც აი ეს უარყოფის ბრძანება თუ რაღაცა რაც მესიჯით გამოგიგს დასაბუთება უნდა ახდეს თუ ამას ბატონო მაგას ვთხოვთ ჩვენ ამას არ არის ეს დასაბუთებული უნდა იყოს რა მოწმეს წარმოადგენთ თქვენთან შეხვედრა რა შეიძლება იგივე საქმეში მოწმეები ვარ ჩვენ მტკიცებულებას გავანადგურებთ თქვენთან მარტო წაგართვეს უფლებას აი მე თუ აბა მოვედი ბატონო დავით და მოვა კიდე მარტო აქ კი არა იქ რო ჩაგიწერეს დიდი ბოდიში რა იქ რო ჩაგიწერეს საჯაროდ მიმართვის უფლება არ აქვს ამის უფლება არ აქვს არც პროკურატურას რაც ის ასაგებია მაგრამ ირაკლი ოქროშვილი პირდაპირ გეუბნებით ეხა რისთვის დაიჭირეს ისის გაუგებრობას ის გაუგებრება არაფრისთვის ირაკლი ოქროშვილი ეხა რაღაცა ხელმოსაჭრელი ელემენტარული ხომ არსებობდეს იანის ბიჭები რისთვის ხედავთ ირაკლი ოქროშვილი რისთვის ხედა აქ მოდი ესე გავაკეთოთ რა და ეს სხვა კუთხით შევხედოთ მე იმ სიტყვაში ბატონო დავით არ არის ისინიც ქართველები იყვნენ და ეს ერთ დღეში არ მომხდარა რა ის საქართველოს დაბრუნდება მეთქი და ხალხი აღადგენს იმ საქართველოს რომელიც 1924 წელსაც აჯანყდა მეთქი და რომელმაც თავი დადო და თავის უმციკლო სისხლი დაღვარა რუსთაველის გავლენაზე 9 ეს მე რო პარლამენტს უსმენდი მათ უნდათ მთელი ეს ისა თვითონ ეს იდიოტური ტერმინი რო შემოიღო შტურმიონო არის ციციას არა მათქმევინე ნიკა შენ უნდა დაგაბრალონ შენს უკან როგორ ბატონო დავით გასაგებია და მაგრამ რაღაცა ხომ უნდა თქვა მიკროფონს რომ მიაწოდებს ჟურნალისტი რაიმე ხომ უნდა თქვას დაგვაბრალოს კი არა გაგათავებთო და გაგანადგურებთო და მოგსპობთო ნუ გარეკეს რა მაგრამ ის იგივე კოლეგა ღარიბაშვილი ბოდისი მისი ყოფილი ამბობდა რომ რადარებზე არ ხარ და იმის შემდეგ 400,000 მეტი ავიღეთ შაშანელ არჩევნებზე არა ნიკა მე ხა უბრალოდ მართალია შეშინებულია ვინმე თუ არის შეშინებული კი დამიჯერდა არის გახარია შეშინებული ხახნო ახარია შესრულებელია რა თანამოქალაქე ზელიმხანი რომ მოკლეს ეხა არ შემიძლია საერთოდ ეს და დამნაშავე ხშირად უბრალოდ აი ეს ზოგადად ვისვით ფრაზებს რომ კრიმინალი ხელისუფლება ერთ-ერთი გამოვლენა კრიმინალური მათი ქმედებებისა რა არის ორ ფაქტს მოვიყვან ერთი როდესაც მუხტალი გახსოვთ თავზე ტომარა რო ჩამოვაწვეს და 103 კამერიდან ჩანაწერი რო გააქრეს და მეორე გაგარინის მოედანზე 4 ტყვია ესრულეს ბიჭს ვიცი ეგრე და ყველა კამერა წაშლილი აღმოჩნდა ყველა კამერა და გეუბნებით რუსეთის სპეცსამსახურები მართავენ პროცესებს მეთქი ამ ქვეყანაში ხახდო გაგარინის მოედანზე ეხლა მე
ვინმეს ვესროლო იარაღიდან 4 თვია და ვერ დაადგინო ჩემი ალი და ყვალი ხო? იდეა მაქვს რა, მე დაცვა მოთხოვა ვერაფერი ვერ უზრუნველყე, წავიდა იძულებულდა და ქვეყანა დასულიყო და იქ მოკლა რუსმა. დაიჭირეს ის რუსის. ყოველ შემთხვევაში ახლა არის გერმანელმა დაიჭირეს. მურთაზ ოტელავას მინდა მიმართო. თქვენ გაქვთ უფლება ხალხო ლეგიტიმური, თქვენ იურიდიულად პარტია ხართ. პარლამენტში დაფიქსირებული პარტიული ძალა ხართ. ევთო მეტი კი არაფერი არ არის მურთაზ ბატონო. აი ადამიანის უფლებებზე ესე ვთქვათ ხმალაღებული ბიჭები და ქალები არიან და იურიდიულად მათ უნდა განმარტება მოათხოვნინოთ ამ საბჭოთა პროკურატურაზე რომ პარლამენტარს უზღუდავენ საპარლამენტო ფუნქციებს ესეთი და ამომრჩევლთან თავისუფალი შეხვედრისა და რაც თავარი ეგ რაც დაგაბრალეს ნიკა რომ ესა სიტყვით გამოსვლის უფლებაც შეგიზღუდეს ეს არის ფუნდამენტალური უფლებების დარღვევა და ის იმ მოსამართლეს თავი ნაღდად არ უსხდებოდა ვინც ეს მიუსაჯა ნიკას ეს ხე ბორკელი და კიდე სხვა იდიოტობები და დაუმატეს ეს არა აქვთ უფლება რომ პარლამენტარს შეეზღუდოს ამომრჩევლებთან და საერთოდ ის თუნდაც პარტიის წევრებთან სიტყვით გამოსვლის. ეგება ეუთოში გაგეგზავნა წერილი რომ მათ ზემოქმედება მოეხდინათ ამ საქართველოს პარლამენტის მამებთან და მამინაცვლებთან რომ სისურველეს აკეთებთ. მე თქვენ ადგილას არ ვიცი. ეუთოს წარმომადგენლების დიპლომატიური პარტიის წარმომადგენლობის წევრების დღეს ერთად იყვნენ შეკრებილნი და მიუგზავნა ხალხი და დაარბევია ხო? მესმის მაგრამ დოკუმენტებს ძალა აქვს რა. ასაგე მუშაობ დამემართულებით ბატონო ჩემო. გვერდით დაგვიფაროს რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სტრატეგიული პარტნიორების იმედი არ გქონდეს. ღმერთმა დაგვიფაროს, თორემ მართლაც განცდებული იქნებოდა ჩვენი თქვენი უფლებები იზღუდება მე ამის თქმა მინდა და დავიგე, მაგრამ უბრძოლოთ არაფერი არ მოდის. ეხლა დაჯას ხორჭავარ თავში ბატონო. შევიდეთ განცეთ 20 კაცი მაინც ჩავიდეს ეუთოში და იმუშავა. ბატონ გრიგოლ ვაშაძე ჩვენ სხვა კოლეგებთან ერთად ვიდრე ახლა საუბრობთ, გახვალთ გერმანიაში. ხდება სხვადასხვა კოლეგებს, რომლებიც არიან ბერლინში ახლა. თვითონ ეს ფაქტი არის საშინელი. სალომე სამადაშვილი აქტიურად მუშაობს, იქ მუშაობთ ამემართულებით, მაგრამ ჩვენ თუ არ ვიბრძოლეთ, აქ ამ მიწა-წყალზე, ეხა იგი ეუთოს წარმომადგენელი, ეხა დიდი გამოგესაჭრება, მაგრამ შენ გასაკეთებს არ გააკეთეს ბატონო. ეთახმები, მაგრამ საერთაშორისო ზეწოლა არის გამოსახდენი ამ პარლამენტზე. ესეთი დებილობების გატარება არ შეიძლება. თქვენ შედეგს ხებსაც მიადგებენ. რა უფლება აქვთ პარლამენტის ესე თქვა მანდატი ადამიანს გაქვს და უფლება არა გაქვს ამომრჩევლს ესაუბრო. იდიოტობა ესა გაუგებარი უცოდინარობა არიციან თორე ეს ასულები არიან თლიანად სამართლებრივი სივრციდან ხახნო რამე კარგით რა მართლა მე ხო ეს ურთანახავარი ვიყავი სახში და ვუსმენდი ყველა გადაცემას მათ შორის თქვენსაც რა თქმა უნდა ძირითადად და თქვენ სტუმრებს და ძალიან საინტერესო სტუმრები როცა განსაკუთრებით ბატონი ვალერი გილბახიანი მოდიოდა და სხვა მეგობრები ხო კომპეტენტურად ცდიდნენ თქვენი მეგობრები კომპეტენტურად ცდიდნენ რა მდგომარეობაში ჩავარდა ერი მაგრამ ლაპარაკი არის უმნიშვნელოვანესი ამასთან ერთად ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ეს არის 2x2 4 ლანგარზე არ მოგვაწვდიან თავისუფლებას ხახნო რომელ კონსტიტუციაზე ლაპარაკობთ როდესაც ქვეყანას მართავს ოლიგარქი დიდი ფული მაქვსო და შენი დედავატირეო აი ამას გეუბნება გინდა დაიჯერე გინდა რაო მე მაქვს დიდი ფულიო ეხლა გვეუბნება რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ შეფარულოთაც კი არ აკეთებს ანუ მისი ნდობით აღჭურვილ პირსაც კი არ ნიშნავს თვათ აი ხა ვინც ეს სამეჯური დამადო და არ მიხვიდი აკუბარდიასტონო მაგრამ მოვედი აი ამ ადამიანს თადუმაძეს მის ოჯახის ადვოკატს ეხა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნიშნავს ხო ნუ ეს ძალაუფლების მიტაცება თქვენ მეუბნებით რომ უზენაესი სასამართლოს საკონსტიტუციაში შოთაძე მიყავს საერთოდ ფარცხალაძე დადის და არ ვიცი ნომერ პირველი კაციგურნია თბილისში და საქართველოში ხო გამორიცხული ამბავია ამათთან კომპრომისი არ შეიძლება კომპრომისი არა ზეწოლა უნდა მოახდინოს ზეწოლა ხდება ბატონო ჩემო ამ საერთაშორისო კონფერენციის მსვლელობისას უკვე პრაქტიკულად ჩვენი პარტნიორები ღიად საუბრობენ იმ პოტენციურ ბერკეტებზე რომელიც უნდა ამოქმედდეს და ამუშავდეს ივანიშვილის საწინააღმდეგო ხომ მოისმინე გამიხარდა გასა ამ კაცზე ცოტა როგორც არის ანგარიშების დაყადაღება ბატონ ივანიშვილისთვის გარდუვალია მაგრამ და მე კონფისკაციაც იქ არ შეიძლება იცი უკანონოდ მოპოვებული ქონების ზღვა შეიერთა ზღვა ხახტო ზღვა ჯანდაბა ძალაუფლება მიიტაცა ნიკა ძალაუფლების მიტაცება დიდი ასაგებია მაგრამ როგორ უნდა გამოგლიჯოთ ბრძოლით ერთობით
და ეს ყველაფერი შეიძლება ჩვენ ვარ წარმოგვიდგენია, მათ რო ვარ წარმოგვიდგენია, ეს ცალსახად ვიცი, მაგრამ ეშინია. უბრალოდ არ იციან როდის. შეიძლება აი დღეს დავიძინოთ და ხვალ ამ დროს ბიზინა ივანიშვილი თავისი რაღაცა თვითმფრინავით გაფრენელი დაგვწეს, ხო ხო? შეიძლება არაფერი არა გამოიწვია. შეიძლება რომ არ სახელმწიფო არავინ არ შეეგუება ბატონო და მე პირადად არ ვაპირებ და 100,000-ობით საქართველოს მოქალაქე არ აპირებ და ერთადერთი მეც არ ვაპირებ. არ ვაპირებ, არ იქნება აქ. იქ სადაც გვეუბნებიან რომ ჩამოიხსნება საქართველოს დროშა, რომელიც ეხა ფრიალებს, მართლა ასე უყურებ ამ პროცესებს, ისე კი არ უყურებ, როგორც რა ქვია პოპულისტი ადამიანი მართლა ასეა და მტკიცებულებებიც ხო არსებობს. მეტი რა უნდა ქრაღა საკუთარ ჯარისკაცებს, რომლებიც ომებში მონაწილეობდნენ, აჭერიებს, კაცო და ყველა მათი პერსონალური ინფორმაცია, რომელიც საიდუმლო უნდა იყოს, რუსეთის სპეცსამსახურებს გადაეცა. ეს საშინელება იყო რა. სხვა ჩვენს არ ვიცი ახლა შენ არ იქნები ამის საქმის გულში. პრინციპში რაღაცა კარგი მოხდა ეს ზელენსკიმ რო ჩერეს პარიზით რო ზეწოლა მოახდინა პუტინზე და იცი რა არის მე ერთხელ თქვი და მე აღარ მახსოვს იმ ბიჭის გვარი გუბერნატორი იყო ქუთაისის თუ არა ვცდები მე მაშინ მივმართე რომ არ გვინდა მეთქი ეს მამლუკობა და აქეთას და იქეთას ყოფი ქართველები მეთქი გამოდით იმ ომიდან და ჩამოდით საქართველოში მეთქი ეს აქტუალური თემაა თუ კი იქ ესე თქვა ეს დაძაბულობა შემცირდა და მცირდება ჩანს ხო აშკარად ეს პუტინი რაღაცებს დათმობს გამოვიდნენ ჩვენივე ხალხი იქიდან ქართველობა რა არა დღეს რას მოყვა ხალხო ხო მოვისმინეთ არაერთხელ დღეს რას მოყვა დღევანდელი ეს სკანდალი და დებუში სამარცხვინო რომელიც ძალიან სამარცხვინო ლაქად დარჩება ქართულ თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებას. არ მოვდგენ რამე მოხდა, როგორ რატო ეხლა ვისაც კი რამე ჭკუა მოეკითხება ევროპის კონტინენტზე, პრაქტიკულად აქ იყო ჭავალიძის ქუჩაზე. ერთად შეკრებილი და შეავლეს და რატო? იმიტომ რომ დღეს აქტიურად დაიწყეს საუბარი და რასმუსმენმაც ხო, ყოფილმა ნატოს გენერალურმა დივანმა თქვა, რომ მომწიფდა ის ვითარება, როდესაც თქვენ უნდა ინტეგრირდეთ ამ დიდ ოჯახში. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ერთი 20 წელია ვარ ალიანსში, მაგრამ ხომ არ ვიფიქროთო, რადგან იყო საუბარი არაერთი წელი, რომ თქვენი კონტროლირებადი ტერიტორია რაც კი არისო დღესო და თქვენი იურისდიქცია რო ვრცელდებაო, მეხუთე მუხლიო, რომელიც გულისხმობს მოკავშირე ქვეყნებზე თავდაცვის შემთხვევაში მათ დაცვას, ამოქმედეს მარტო იმ ტერიტორიის, ასე ვთქვათ, იმ ტერიტორიაზე შეტევის მიტანის შემთხვევაში, რომელსაც თქვენ ახლა აკონტროლებთო და ოკუპირებულ ტერიტორიებს თუ ჯერ არ შევახოთ მეხუთე უსმენდი, ნუ სიმპათიები აშკარად იქ აი ამას მოყვა, რატო მოყვა? აი ამას მოყვა ყისიერი ეს დემარში თუ დებოში და რომ მაგას შევაგდა. მაგაზე არ იქნებოდა მოყვა. ერთ-ერთი მთავარი გამსაზღვრელი ფაქტორი გადაწყვეტილების მიღების დროს იყო აი ეს, იმიტომ რომ ასე აქტიურად უკვე საუბარი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რომ მოდი ასე გავაკეთე, ჩვენ მომოვდით ხოლმე ამას და ჩვენი სურვილიც იყო ასე ხო არ გაკეთდეს. გავიგე, მაგრამ ნიკა მომისვინეთ და ერთ წელს მათქვევინე რა მეც ვარ ინფორმირებული რა ხდება მსოფლიოში და როგორ ნებისმიერ ესეთ რეზონანსულ შეკრებაზე ინციდენტი დისკრედიტაციას უკეთებს ქვეყანასაც და თვითონ ამ ღონისძიებას. დღეს წააგო ირმა ინაშვილმა. იმიტომ რომ საქართველოს არ დისკრედიტირებულა ამით. პირიქით, აი დამიჯერება. ვის თვალში დისკრედიტირდა ბაპატიეთ? არა, ერთი ვის თვალში დისკრედიტირდა? კი ბატონო, ბრიუსელის თვალში დისკრედიტირდა და სტრასბურგის და ცივილიზებული სამყაროს თვალში კი ბატონო და ამოცანაც ეს იყო, მაგრამ მოსკოვის თვალში დისკრედიტირდა თუ აქედან დროშა აფრიალეს რომ მაგრად ვარ და ცოცხლები ვარ და ევროპელ და ამერიკა პარტნიორებს შეგვიძლია ჩატარების უბრალოდ არა გაფიცეთ ყველაფერს ასე არა ნიკა პატიოსტად გეუნები ვის თვალში დისკრედიტირდა ბიჭო არ გამოუვიდათ რა მიზანიც გქონდათ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ამერიკაში სკანდალი თუ მოხდა რა თვითონ მოსკოვი ხო და მათქვევინე მეთქი ბიჭო დავამთავრო არ მაცლი ხოლმე რა ნიკა გიხსნი რა რაც უნდათ არ გამოუვიდათ ის კაცი რომ გოო რა წადით აქედან დაახვიეთო და საზოგადოება იქ ვინც ტრიალებდა ისინი სოლიდარული იყვნენ იმ კაცისადმი ვინც იცახდა დატოვეთ აქაურობაო ეს კაცი ვიღაცა კი არ არის ყოფილი ამერიკის შეერთებული შტატის ელჩი დატოვდა ვიღაცა გეუნები ნიკარო მეწაღე შოთა კი არ არის თუ ვინმე მეს დაგეგმა გავიგე ბატონო დავით მაგრამ აფიცეთ ყველაფერს ახლა ერთ კითხვას დაგისვეთ მოგეთ მოსკოვის თვალში ეს პროცესები როგორ ვერატყო გაბანს და მოსკოვის აქედან უთხრეს მაგათი ჯერები გაბანზე გააგდეს იქედან იკა რასამო აი შედეგი მოაქვს ნიკა დამიჯერე
არ მოხდა ცუდი ამბავი. გასაგებია, მაგრამ კიდევ ერთხელ არ გახდა. ჩანაფიქრი არ ამუშავდა რა. პოლარიზდა და ბრძოლის ველზე გამოიკვეთა ძირითადი ბრძოლის მაგისტრალი. ნიკა ეგ შენ არ ვიცი თუ ან ცივილიზებული სამყარო, ნათელი და თავისუფალი საქართველო და მისი მომავალი, ან სიბნელე და ტკინვეული ფანტომი, რომელსაც განასახიერებს ქართული ოცნება დღეს. მე არაერთის დამიფიქსირებია ბიძინა ივანიშვილი სტუმარი იყო ისეთი ის რო არის რა ლუშკოვი კორუმპირებული და იმისი რა ქვია და ბინძური ბიოგრაფიის კაცია მთელი ოჯახიანად მაგი ჩამოვიდა აქა და იმათან იყო რა ქვია აისორების არა თუ ასირიელების ეკლესიაში მათქვევინე რა და მაშინ მან მიმართა ქართულ მაყურებლესო ნუ გაქვთ იმედი რომ აფხაზეთი და ოსეთი დაგიბრუნდებათ შეეშვით ამ ილუზიას იგივე თქვა პოზნერმა ისიც კაი ვირეშმა და ოხერი არის ქართველები ვერ დაიბრუნებთო ვერც აფხაზზე და ის კალაშნიკოვი როა დაცენტრილი ტიპი იმან სალავიოვის გადაცემაში თქვენახევრის წინ თქვა რატომ გონიათ ქართველებს რომ ჩვენ მათ აფხაზებს დაუბრუნებთო ეს ისეთი კოზირია საერთოდ ტვინი არ აქვს ვინც მაგათ ხვდება ან იმ კალაშნიკოვთან შეხვედრა როგორ შეიძლება ან საერთოდ იცი ლოგიკას გიხსნი რუსეთისგან გზა არის ჩიხი ისინი მოგთხოვენ აღიარეთ რეალობა და დაგმორჩილით ამას მოითხოვენ და ვინ წავანიკა ამაზე არავინ არ მიდის მეთქი და ახლა 1-2 გარეკილით ამას ფიქრობთ მაგათი ბაბოს გავათხოვე არც უნდა ჩავთვალოთ ძალად ეგენი დამიჯერე ქართველი ხალხის აი როგორ გითხრა რა ენერგიაში ვაპატე მე ხო მაქვს ჩემი აზრის გამოსულება ხელისუფლებაშია ეს ხელისუფლებაში მაგურად უსმენ გახარია ჩვენო ის რესურსი უნდა გამოვიყენოთ ბოლონდეო ჟენევის ის ფორმატი და ისაო ვინ ბატონო ჩემო მთელი საერთაშორისო პრესა ნათლავს ბატონო გახარიას როგორც მოსკოვის კაცსა და ასიტყვის პირდაპირ ფაქტიურად მიანიშნა რომ ჩვენ ესე რადიკალურად არ წავალთ იგორ გიორგაძეს დღესაც არ გონია მოღალატე საკუთარი ქვეყნის ინტერესებისას თავი და რო უთხრა მოღალატე ხარო შეიძლება ქვავი ჩაგატყას თავში დასაგებია და გახარიასგან რატო ველოდებით რომ აღიარებს ან ივანიშვილისგან რომ ის მან ზურგი აქცია ქართულ ფუნდამენტურ ღირებულებებს და სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ინტერესებს კაცო მართლა ასია მარტო იმიტომ მოყვებოდა უდიდესი სკანდალი ამ ხელისუფლების პირობებში იმ ფაქტს, როდესაც კაცმა ყველგამოყადრით თხოვა რომ აგერ 4 თვიან მესროლეს გაგარანის მოიგანზეო რუსეთი დავსდეს მოსაკლავათო და დაცვა გამომიყავითო წერილობითო და არ გამოუყვეს იძულებული იქნა წასულიყო და რუსეთის სპეცსამსახურე იქ მოკლა მარტო ღირსეულ ქვეყანაში მარტო ამ ფაქტის გამო ჯვარს აცვამდნენ და ბინურ თანამდებობას დატოვებიდნენ სპეცსამსახურის საერთოდ ისე მალე შეიძლება აქ სიტუაცია თვითონაც შეიძლება აი იმაზე მალე ვიდრე თქვენს და მეც მგონია მეც ესე ვფიქრობ მაგრამ რა არის ცინიკაი მე ახლა მე სხვა შორის ის იყო თქვენი გრიგოლი იყო ჩემთან თუ არა ვსწრები ერთვის წინ და დისკუსიები დავიწყოთო ჩვენს მომავალზეო იცი რა არის მართა დასაწყებია იცი აი ორიენტირები მე ხა აი გულწრფელად გეუბნები ნო პიროვნულად შევიცნობ გრიგოლისაც ვიცნობ მაგრამ თქვენი პარტიის ხედვა იცი ერთ კვირაში ბატონო დავით ერთ კვირაში სხვა პარტიებისაც მე მაინტერესებს ყველა უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი გზა თუ კი არსებობს მომავლისა ვის როგორ წარმოგიდგენიათ ერთ კვირაში სრულად გვექნება ჩვენ უკვე პროგრამა. ხო და მე ახლა მეგპასუხოთ. ეკონომიკური თეზისები, პროგრამა, სოციალური პოლიტიკა როგორ გვესახება ჩვენ, ჯანდაცვის რეფორმები როგორ გვესახება, სამართლებრივი სფერო როგორ უნდა მოწესრიგდეს. იმდენი გადასაჭრეკი. აი ამ ყველაფრის თაობაზე ჩვენ არა უგვიანდეს ერთი კვირისა იქნება კონკრეტული უკვე პროგრამა. და ვაპირებთ გასვლას არა ისე ყვადაღებულად მოსახლეობასთან გასვლას ჩამოვართოთ ხელი და როგორ ზანდებით და კონკრეტულად ყველა ოჯახებში შევიდეთ მაქსიმალურად ახალ წლამდე და ავუხსნათ რომ ბიძინა ივანიშვილი რო წავა ქვეყნის მართლმსაჯულებიდან რა ბედი ეწევა ქვეყანას მაგრამ მანამდე უნდა ვიბრძოლოთ რომ ივანიშვილი წავიდეს რაც შეიძლება მალე ხახნო და ხელისუფლების ცვლილებას აზრი კონდეს თუ ხელისუფლებას აღარ აქვს ცვლილებას აზრი და თუ უკვე ჩაბარებული არის იმ ქვეყანას რომელსაც აბარებს ეს ადამიანი რაღა აზრი აქვს ეხლა ისინი კარა მახსენდება დრო აღარ დამჩა რა გადავიერეთ ყველაფერი 2008 წელს
აი ეს ნუ ფაქტიურად რუსებმა ეს გორიცა იღებს და ყველაფერი გრანდიოზული ნაბიჯია გადადგა ჩვენმა პატრიარქმა და ხელით ჩავჭიდოთ ყველა ქართველმა ერთმანეთს მაგან შეაშინა რუსები დამიჯერე რუსებმა კიდე არიციან ქართველებს რა ენერგია გვაქვს და კი ბატონო ვერაფერს ვერ გვიზამ და მე მოსულნე ვიქნებოდი რომ ჩვენ მოთმინებასაც დაღლილობას ბატონო ხო რა შეიძლება ეხა დიდხანს ვერ გენახოთ ხო? რატო კაცო? რა ვიცი ხა. წესით სასწრაფოდ უნდა ეს მოხსნეს სამარცხვინოა მე პროკურატურის მესწავლებელი. თქვენ ისე საუბრობთ, გამაგიჟებთ ხოლმე ბატონო, ისე საუბრობთ. სისხლისგან არ იცლებოდეს ჩვენი იერი, კაცო, გარბის 1000-ობით ადამიანი თვითონ თემდე გარბის და ეხა ბოლოს დავჭებით მე და თქვენ. იკა ერწავს რამ. და მაინც რა ქვია, Google-ლა საზონელი კიდე. დრო აღარ რჩება. მე გამიხარდა თუ თქვენ სამოქმედო გეგმას თქვენ ეულს საქართველოს მომავლისა დადებს. სხვა პარტიებმაც უნდა დადონ და ყველამ იცი რომ ქართულმა ოცნებამაც უნდა დადოს. რაც იგი მოდიელეს 3 დღეს ღაპარი იყო, არაფერი არ იყო მაგ. გავიგეთ, მაგრამ დროს არ ითმეს ბატონო. ეხლა სექტემბერი მოვიდა, ალვები არის, მოსავალი არ იქნება. ყველა უნდა სერიოზულად დაიწყოს საქართველოს. აღარ დებს ამ ქვეყანაში 50 წამოგიდგინეთ ქართული ოცნება თავისივე უწყების ხელით ვაქვეყნებს და გეუბნებათ თქვენ დათომგორდიას რომ 50% შემცირდაო. ინვესტიციები რა დღეშია სინამდვილეში ქვეყანა. იგა დრო აღარ რჩება. მე ხალხზე თქვენი საუბრეთ და მე ამას ვარ გადაზომეთ ისე შეამოწმე მე მართა მოხარული ვარ ჩემი სტუმარი ხარ და თუნდაც ის რომ დღეს შენ ჩემთან ხარ შემონიკა ეს კარგია იცი დემოკრატიისთვის არის კარგი და ამ უბედურ პარლამენტს და იგივე პარლამენტსაც ვალდებული ხარ გადახედოთ იმ სისულელს რა შებოჭვები და რა შეზღუდვები ხო არ გაგიდი პარლამენტარია თქვენთვის აზიანოს გააკეთებ თუ ამას შეეგუებით არა აქვს იმ პროკურატურის ვიღაც ჩინოვნიკს უფლება აუგზავნოს პარლამენტარს თუ ამის უფლება საერთოდ რაღაცა მასში პარლამენტი. იფიქრეთ ამაზე და ეს მოხსენეთ ეს ბორკვა სისულელია რა, აი ეს შემზარავია და ამაზრზენია, რასაც აკეთებ და მალე დაამთავრეთ ამ ბიჭის საქმე. ნიკა მართა მიხარია თუ თქვენ მართა ერთ კვირაში ამ დოკუმენტს დადებ და თუ სააჯარო განხილვა გექნება იქნება. არა უგვიანეს, კი ბატონო. ყველამ უნდა ვიფიქროთ ნიკა საქართველოს მომავალზე. ძალიან სერიოზული გამოწვევები გვაქვს და მე ცოტა იმედი ჩამესახა. ეს ზონი ხოდი მისცა პუტინმა ეგერ იმასთან ზელენსკის თერატო ისი 78% ხალხისა უდგას უკან. აი ჩვენს ისეთი ენერგია უნდა გამოვიჩინოთ რომ მთელი ხალხის განწყობა ვაჩვენოთ სოფლიოს. პუტინის დაიხევს და სხვების დაიხევენ და ბიზნესზე ხო აღარცაა ლაპარაკი. მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ მე ოპტიმისტურად ვუყურებ რომ შემდეგ მოსვლაზე ეს სამარცხვინო ბრასლეტი წაიღონ და პროკურატურამ შეინახონ თავიანთი. ისე არ მოხდეს ბატონო დავით რომ შემდეგ მოსვლაზე თქვენს ეს სამაჯური გქონდეთ მოდი ამაზე შევთანხმდეთ. მე სიტყვას გაზრდებ რაც არ უნდა სამაჯურები ამკიდონ დავახევდი თავზე ვინც გამიკეთებს მაგას. ეგრე არა ქართველები ჩვენ ცოტა გიჟები ვართ ირაციონალური ნაცია ვართ ჩვენ. არ უნდა დაისაუბროთ შევეგუოთ აი და ქართველისთვის დამამცირებელია ეს რა საერთოდ ვინ მოიფიქრა ეს იდიოტობა მე არ ვიცი რა მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ მართა მიხარი ხარ და გამიხარდება თუ მამაშეს მოკითხვას გადასცემ ყველაზე კარგი და საინტერესო ადამიანი არის სამედიცინო ესე თქვა სფეროში თან კარგი დიდი მადლობა წარმატებები და ყველას დიდება ჩვენს ქვეყანას. მეც გონი რომ დიდებული ერი ვართ. დიდი მადლობა. მეც ახლა ვინერული ნიკა და ძალიან წდება გული რომ ესეთ ფორმატში მოხვედი ჩემთან. მინდა რომ ლაღი და თავისუფალი იყო როგორც ადრე იყავი. გემშვიდობებით ხალხო, ხვალამდე კარგად ზანდებოდეთ ნახვამდის.